მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ალბათ საქართველოს ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი პერიოდი, როდესაც ასეთი აშკარა ყოფილიყოს დასავლეთის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. გასაკვირველია, დასავლეთმა შეუწყო ხელი 90-იანებში სახელმწიფო გადატრიალებას, ჯორჯ ბუშის და ბეიკერის განცხადებები გამსახურდიასთან დაკავშირებით დინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს ყველად გვახსოვს. ასევე ბუშის უმცროსი ბუშის განცხადებები შევარდნაძესთან მიმართებით და შემდგომში ბეიკერის ჩამოსვლა იგივე და მის სატელეფონო ზარები, რამაც ხელი შეუწყო 2003 წლის ვარდების ეგრეთ წოდებულ რევოლუციას, რომელიც ასევე სახელმწიფო გადატრიალება იყო. და ეხლა ჩვენ ხედავთ არნახულ შეტევას დასავლეთის აგენტურისა საქართველოს. მე თამამად შემიძლია თქმა, მეგობრებო, რომ აი ეს ბანკები, რომლებმაც 5 მილიონი გადარიცხეს ეგრეთ წოდებულ აი ნაცსექტის ანგარიშზე და ნაცხროვის ანგარიშზე, რომლებიც დღეს საქართველოს მოღალატეობრივ ფუნქციას ასრულებენ, ეს ყველა ორგანიზაცია, 1000-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც დღეს აი ამ გაერთიანებაშია უკვე და ისინი მხარს უჭერენ ხელახალ არჩევნებს და ხელისუფლებას ჩაუდგნენ ოპოზიციაში. ვერც ერთი ეს ორგანიზაცია ვერ გაბადავდა აი ამას 24,000 ფაილი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი იყო, ეს საქმე რო გამოძიებულიყო აი ამ 24,000 ფაილთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს 24,000 ფაილი თითქმის ყველა მაშინდელ საჯარო პოლიტიკურ ბიზნეს სუბიექტს ეხებოდა, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები იყვნენ, თორე მაშინ მახსოვს ერთ-ერთი ეროვნული ბანკის დაკავშირებული პიროვნება იყო, რაღაც ახლა არ მინახა თანამდებობა თუ თქვი, პრინციპში ყველა მიხვდებათ, ვიზეც არის ლაპარაკი, მაინც არ მინდა ამის თქმა. ერთ-ერთ საკმაოდ სერიოზულ ფიგურას გავრცელეს, დააშანტაჟეს უпростоრად, უთხრეს, რომ გაგივცელებთო კადრებსო და ამ კაცმა უთხრა, კაცო, გამივცელეთო, მე ქალებში დავდივარო და ეხლა მაგითიო, პირიქითო რეიტინგი აიწევა ჩემიო ეხლა, თორე ეხლა მე მაგით არაფერი არ დამაკლებაო, მე მიხვდნენ ასისულელეს აკეთებდნენ და აზრი არ ქონდა იმ კადრების გავრცელებას. 24,000 ფაილის საქმე რომ მისულიყო საქმე ბოლომდე. დღეს თქვენ რუსთაველზე ვერ ნახავდით შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს და ეს ბიზნეს სუბიექტებიც ვერ გაბედავდნენ იმას, იმიტომ რომ ესენი ეხა დღეს იმიტომ მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ნაცმოძრაობის მიერ არიან დაშანტაჟებული. აი სწორედ 24,000 ფაილებით და კიდე სხვა რაღაცეებით. დღეს ეს ორგანიზაციები არიან მძევლები სააკაშვილისა. სააკაშვილი ყველას უღებდა და აშანტაჟებდა ამითი და მორჩილებაში ყავდა. და უღებდა როგორ? უღებდა ისე კი არა, რომ ეს ყოფილიყო აი როგორც მე ვთქვი, რაღაცა ქალებთან და რაღაცა მანდილოსნებთან. ეს იყო არატრადიციული სექსუალური ცხოვრების წესის აღნიშნული ვიდეო გადაღებები. და აქედან გამომდინარეა, რომ აი ეს სურათი გვაქვს. თორე როგორ შეიძლება დღეს ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ბანკები იყვნენ, როცა სააკაშვილის პერიოდში ყველა ღამე უფორმებდა სახელმწიფოს წილებს, ბიზნესებს და დღეს ეს ხალხი არათუ სახელმწიფოს არაფერს არ უფორმებს. პირიქით, რასაც უნდა იმას აკეთებენ, აგერ კოკა-კოლა აქციებს აფინანსებს, აგერ ესე იგი მაგთი მხარდაჭერას უცხადებს, ის მაგთი, რომლის ხელმძღვანელიც და მისი ოჯახის წევრები შევარდნაძე, ეს ოჯახის წევრები დაიჭირა სააკაშვილმა. აგერ ხედავთ, რომ ეს სერიოზული ნავთობ კომპანიები, ბიზნეს კომპანიები არიან ჩართული აი ამ ნაცების თამაში. ეხლა როგორც გუშინ გავიგეთ, ვისოლი ჯგუფის ხელმძღვანელიც დაიბარეს ამერიკის საელჩოში და ხელების გადაგრეხვის პროცესს უყურებ ჩვენ აქ. ამიტომ ჩვენ, როდესაც ეს 24,000 ფაილის საქმე იყო მაშინ აქტუალური და მახსოვს ევროსაბჭოს წარმომადგენელიც იყო ჩამოსული და მან მოგთხოვა ჩვენ რომ დაუყოვნებლივ გაგვენადგურებინა, იმიტომ რომ ეს იყო უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებულება.
აი ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რომ დღეს ჩვენ ხედავთ იმას, რაც არის ვაკხანალია სრული. ესენი არიან სააკაშვილის პირადად, სააკაშვილის დაშანტაჟებული, ეს არის ბოდიში და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები, რომლებიც აყავს სააკაშვილს დაშანტაჟებული და დღეს ესენი არიან გასათავისუფლებელი, მე თუ მკითხავთ. ამიტომ მე ვფიქრობ ის საქმე უნდა იქნეს გამოძიებული, რა თქმა უნდა, ეხლა მტკიცებულებები შეიძლება განადგურებულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაგ საქმის მაინც მოbrunება შეიძლება და ეხლა ყველაფერს ნუ მათქმევინებთ რა და როგორ. შეიძლება მაგ საქმის კიდევ ხელახლა დაბრუნება მაგ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი როგორ შეიძლება რომ ასე არასახელმწიფოებრივად იქცეოდნენ სააკაშვილის ყველა ნებასრულის ასრულებდნენ. ეხლა ვიღაცა იტყვის გულუბრყვილო ახალგაზრდები, რომლებიც დგანან რუსთაველზე, ეხლა მაგათ გონიათ, რომ ხელისუფლება რო შეიცვლება, იმას რა ქვია, პრემიერად ის დაინიშნება, რა ქვია, ვიღაცა იქ აქციაზე მდგომი ადამიანი, რომელიც გაყვირის რაშა ფაქა. ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში, ვინც აფინანსებს და кто платит деньги, тот заказывает музыку. ვინც ფულს იხდის, მუსიკაცას ის უკვეთავს. და ვის გონია ეხლა ამ აქციების უკან ვინ დგას? ნაცები და მათი ხროვა, ხო? და ამიტომ ესენი უნდა მოვიდნენ. ეს თვითონ რო არ ჩანან ავანსცენაზე, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ესენი არ დირიჟორობენ ამ ყველაფერს. ესენი არიან ამ აქციების ორგანიზატორები. და ხელისუფლებაშიც ესენი უნდა მოვიდნენ და ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც ლაპარაკობს, რომ მაიცით რა მე ნაცების ხარესზე არა ვარ, ნაცები რაშუაშია, ჩვენ მდგავართ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. შვილო, კი მაგრამ რო შეიცვლება ეს ხელისუფლება თქვენი მოკლეჭკუით ვინ მოვა ხელისუფლებაში მაინტერესებს? ვინ? ვინ უნდა მოვიდეს? მაქარაშვილი უნდა მოვიდეს თუ ისა რა ქვია ყიფშიძე თუ დუტა უნდა დაჯდეს პრემიერად მაინტერესებს? თუ ტუჩებ დაბერილი, რა ქვია, ლელე ჭურჭუმია უნდა დავსვათ, რა ქვია, პრეზიდენტად? ვინ უნდა დაждდეს? ვინ უნდა დაждდეს და ესენი, რა ქვია, ნაცხროვა და მისი ჯალათები. ამიტომ ტვინი ცოტა გაანძრიეთ და დაფიქრდით ვის ხელისუფლებაში მოყვანას უწყობთ ხელს. და მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ამ სააკაშვილის ხარჭებს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, კაცო? და სააკაშვილის აი ამ დაშანტაჟებულ გეებს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, რომლებიც აი ამ 24,000 ფაილი, თქვენ რამხელა ციფრი გონიათ, მაინტერესებს. 24 ფაილი არის ის, რომ ფაქტობრივად თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი და ესე იგი ეს პიროვნებები, ვინც ბიზნესში და პოლიტიკაში იყო, ყველა დაშანტაჟებულია ფაქტობრივად. ამორალური საზოგადოება, ამორალური პოლიტიკური სპექტრი ყავს. აბა ხა მეზოვეებსა და იმას, რა ქვია, რაღაცა უბრალო ადამიანებზე არ იღებოდა ეს ფაილები. ეს იღებოდა იმ ადამიანებზე, ვინც რაღაცას ქმნიდნენ. და ამიტომაც ვიძახი გაღწნილი არის ბიზნეს სექტორიც, გაღწნილია პოლიტიკური სპექტრიც. ესენი არიან კიდევ გარყვნილი ხალხი. სააკაშვილი სპეციალურად აკეთებდა ამას, რომ აი ესეთი გარყვნილი ხალხი ყოლოდა მას თავის გარშემო, რომ მე ადვილად ემართა ეს ხალხი. შეიძლება ბიზნესი გაგეფურჩქდა, კაციშვილი არაფერს არ გთხოვს და თავისუფლად რასაც გინდა აკეთებდა, კიდე სააკაშვილის მოbrunებაზე იმაშვებოდა ხელს და კიდე ფულებს მილიონებს ურიცხავდა, კაცო იმას, რა ქვია, ნაცხროვის დაბრუნებას. თუ ძალიან გინდათ ამ ფულების ასე კიდე თქვენი თანამშრომლებს მიეცით ფული, კაპიკებს რო უხდით იმ ბანკებში. რაღაცა გროშებზე ამუშავებენ თანამშრომლებს და ეხლა მომინდომეს აქ ფულების გადაყრა აქით-იქით რა. აი ეს არის მძიმე რეალობა, მეგობრებო, აი ეს არის მძიმე რეალობა, რომელიც გვაქვს შექმნილი ქვეყანაში. მე ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვთქვი, ხელისუფლებამ ასევე უნდა დაინტერესდეს იმ საბოტაჟის ფაქტებით. ეს ენერგოპრო, ჩეხური კომპანია, არაერთი შეტყობინება მომდის. სრულად პარალიზებული ყავს რეგიონებიც. შუქი დენი მიდის, ელექტროენერგია ეთიშება ხალხს, რომ უკმაყოფილება იყოს ხელისუფლების მიმართ. თბილისის გარდა ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს ენერგოპრო. შედით კაბინეტში ენერგოპროს და დააპატიმრეთ იმ წამსვე ეს ადამიანი. დააპატიმრეთ და ამის მაგივრად ჩვენ გვისანქცირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოში სტაბილურობას უზრუნველყოფენ. და დაასანქცირეს
ვახტანგ გომელაური დაასანქცირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნები, მეგობრებო და ამას ხო ვიღაცამ გარკვეულწილად უნდა შეხვდეს რაღაცნაირად მომზადებულად, უნდა ამას რეაგირება ხო უნდა მოყვეს ყველაფერს რა. შეუძლებელია ის რაც ხდება დღეს. გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ოლიგარქის დავალებების მთავარი შემსრულებლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან დღეს სახელობითად დასანქცირდნენ. მათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ. ხუთივე ეს პირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქცირებულთა სიაში უკვე იძებნება. იქვეა მიზეზი, რის გამოც ოლიგარქის მსახურები დასანქცირდნენ. ისინი პასუხისმგებლები არიან მედიისა და მომიტინგეების მიმართ ბრუტალურ დარბევაზე. ვახტანგ გომელაური არის ჩართული პირი 2020 წლის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციების შესაბამისად შემდეგის საფუძველზე. ვახტანგ გომელაური არის ან დაპასუხისმგებელი იყო იმ ქმედებებზე, რომლებიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პიროვნების უფლებისა, რომ არ დაექვემდებაროს სასტიკ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. კერძოდ, საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უძღვებოდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. უფრო მეტი, რატომ გამოიყენა ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ უკიდურესი ზომა გაერთიანებულმა სამეფომ? დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია. მასში ვკითხულობთ, რომ ძალოვანი უწყების 5 მაღალჩინოსანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით დაასანქცირეს. განცხადებაში რამდენჯერმეა ნახსენები პოლიციის მაღალჩინოსნების სასტიკი და დაუნდობელი მოპყრობის შესახებ, ჟურნალისტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ. პარტნიორებისთვის მიუღებელია ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებებით სანქციები დაუწესა 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყენვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემური დარბევა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უძღვრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცხელმსადენი გაზი და რეზინის წყვილები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. ძალიან დროული იყო აი ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, რომ ვიცე-პრემიერად დაინიშნოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე ღირსების ორდენზე არის წარდგენილი როგორც ვახტანგ გომელაური, ასევე ზვიად ხარაზიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, ვინც არიან დასანქცირებული. აი ეს ხალხი არიან გმირები და ეს ხალხი ემსახურებიან საქართველოს და ამიტომაც არის ესეთი მკაცრი გადაწყვეტილებები მიღებული დასავლეთის მხრიდან მათ მიმართ და ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უამრავი ფაქტი უკვე საქართველოში და ეს ადამიანები, აი ეს პიროვნებები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ აი ამ ობიექტს თავდასხმისა, ესენი არიან ნამდვილი გმირები. ერთხელ თქვა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ, მე რკინის კაცი ვარ. დღეს მართლაც რკინის კაცი ვინც არის, ეს არის ვახტანგ გომელაური, იმიტომ რომ პოლიცია მუზრუნველყო დღეს საქართველოში სტაბილურობა და მან არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება. პოლიციას რომ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა პოლიციამ 2003 წელს, როდესაც მიაცილა კორიდორით შეუშვა იმაში, რა ქვია, პარლამენტში ვარდებით ეს სააკაშვილი,
აი ეს რო გაეკეთებინა დღეს საქართველოში ნაცები იქნებოდნენ. ხო გვახსოვს 2003 წელს რა მაშინ პოლიციას არ შეეძლო რომ აღეკვეთა ის აქციები რომლებიც იმართებოდა რა პოლიციას არ ყავდა შინაგანი ჯარი არ ყავდა შესაბამისი აღჭურვილობა მაგრამ ესე იდგნენ იქ რა ქვია მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროს და უყურებდნენ როგორ ესე იგი შერბოდა სააკაშვილი ვარდებით ხელში პარლამენტის შენობაში. აი სად იყო ღალატი? არ ვიცი გადაბარება იყო 2003-ში ღალატი იყო თუ რა იყო მაგრამ უნიათოდ მოიქცა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო უნიათოდ და ეხლა აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ ზომები იმისათვის რომ გარკვეულწილად დავამყაროთ ქვეყანაში რაღაცნაირად წესრიგი ხო აქედან გამომდინარე რაღაცა მივიღოთ ზომები უნდა იქითკენ რომ აღკვეთოთ ეს რაც ხდება ქვეყანაში უნდა აღიკვეთოს მეგობრებო ეს ყველაფერი თორე სხვანაირად შეუძლებელია ეს ყველაფერი წარიმართოს ისე როგორც ჩვენ გვინდა არ შეიძლება ეხა ესე გაგრძელდეს არ შეიძლება ესე გაგრძელდეს უსასრულოდ იმიტომ რომ როგორ ეხა პოლიცია უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას და პოლიციასვე ასანქცირებს ხედავთ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები დასავლეთის და ამ დროს ვერ ხედავენ რას აკეთებს აი ეს ნაცხროვა რუსთაველზე და რა საშინელებას ჩადის განახებთ კადრს ეს ხდება ამ წუთებში რუსთაველზე თქვენ ხედავთ რომ სპეცრაზმელები თანამოქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, აი, თვალებს რა გაგახსნა? მდებარე ქუჩები, რომ აქციის მონაწილეებს
ქვები რა გინდათ? შეგნებულად ჩვენ აი გადაცემის მიწურულს, აი ამ სიუჟეტის მიწურულს ბოდიშით ჩვენ ამოვიღეთ ის კადრები, რომლებიც ეხება პოლიციელების აი ამ მიყენებულ დაზიანებებს, იმიტომ რომ ამას დაგვიბლოკავს სოციალურ ქსელში შესაბამისად Facebook, YouTube, სხვათა შორის ჩვენ ახლა ახალ პლატფორმაზე ვიწყებთ გადაცემის გაშვებას, ეს არის RuTube. ეს RuTube გადის რუსეთში, იმიტომ რომ YouTube შეზღუდულია რუსეთში, ამიტომ ვინც გვისმენს, გადაეცით რომ უკვე ჩვენ გავალთ უკვე ამ პლატფორმაზეც, კონტაქტეზეც გავდივართ, კარგად იცით, პირდაპირ ეთერი გადის, ნუ Telegram-ზეც იდება ჩვენი გადაცემები, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ Facebook-იც და YouTube-იც რუსეთში არის ხარვეზებით მუშაობს, VPN-ი თუ არა გაქვს ვერ ნახავ და ამიტომ რუსეთში ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს და ეს რო იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა რუსეთში. და აი ხა მე მაინტერესებს. აი ეხლა აი რო ასანქცირებთ გომელაურს. ქვეყანას ანგრევენ, რომელი ქვეყანა მოითმენდა იმას, რასაც ეხლა ესენი აუკეთებენ ქალაქს. მე მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან. თუ აპროტესტებთ ქვედალოცვილო იმ რუსთაველმა რა დაგიშარავთ, რომ ანგრევ და ამსხრევთ ყველაფერს. მერე რო ამბობთ, რომ აი მომიტინგეები დაშავდნენ, 150-მდე პოლიციელია დაშავებული და ეხლა კადრები მათი დაზიანებების შესახებ, როგორი დაზიანებებებს ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეს დევს პრინციპში შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, იმიტომ რომ დაიბლოკება გადაცემა. ესე იგი როცა უნდათ იმას კი უშვებენ და ჩვენ რო გავაკეთოთ ამისი წარმოდგენა, ამაზე დაბლოკავენ ჩვენ. და მე მაინტერესებს, შეიძლება პოლიციას თურმე ეს დაზიანება მიაყენო, დაანგრიო ქალაქი და ეს თურმე დასაშვები არის და ის რომ ესე იგი ვიღაცამ აღკვეთოს მოქმედებები და მათ ძალისმიერ მეთოდებზე რეაგირება მოახდინოს, ეს თურმე დაუშვებელია. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, იცით, ყურები გამოიფხეკეთ და თვალები მოიფშვნიდეთ და დაინახეთ რაც არის რეალობა. ვის უჭერთ ზოგიერთები მხარს, რომლებიც შეცდენილები ხარ. რო ლაპარაკობთ რომ მე ნაცების მხარესე არა ვარ, იქ უბრალოდ დგევარ ხელისუფლების წინააღმდეგ. კი, მაგრამ ვის მხარეს დგეხარ თქვენ დალოცვილებო? ხელი რომ მოვიდეს, რომ მოხდეს რაღაცა და აი მართლაც ეს ხელისუფლება ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში მაშინ და ვის უჭერთ ამ მოძალადეებს უჭერთ ხარ. მოგენატრათ, მოენატრათ ამათ რომ ღამე რო უფორმებდნენ სახელმწიფოს ბიზნესებს, რომ აუპატიურებდნენ ციხეში, თქვენ ვერ გავიგე, ისინი ხართ რა მაზოხისტები, გინდათ ეს წამება და ეს სისხლის დინარეები? თუ გინდათ ქვედალოცვილებო თქვით და გვეცოდინება რომ ხართ მაზოხისტები. და მე კიდე ერთხელ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მართლაც აი ესეთი უნდა პოზიციები გქონდეთ და ასევე ერთი არის კიდე რომ უნდა გამოვლინდეს ასევე ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩაბუდებული სხვადასხვა სტრუქტურებში, იმიტომ რომ მე ვატყობ, რომ გარკვეული დივერსიები არის ხელისუფლების წინააღმდეგ, მეგობრებო, ეს ჩანს, იმიტომ რომ როგორ ფიქრობთ, ეხლა ამერიკას არ ეყოლებათ იქ თავის დასაყრდენი თუ რა, ამას მე გეუბნებით სრული პასუხისგებლობით და ეს პრინციპში ესეც იქნებოდა, რომ არ მეთქვა მე და ყველაზე სასწაული ის არის, რომ აი ახლა აი ამ ყველაფერს ვინც ახლა აკეთებს რუსთაველზე, აი ამ ქვეყანას რო ანგრევენ, ამას აი ამ ყველაფრის მიმართ სოლიდარულები არიან შემდეგი ორგანიზაციები. ახლა წაგიკითხავთ ბობოლა ორგანიზაციებისია, სულ არის როგორც მე ვატყობ 1000-მდე ორგანიზაცია, მაგრამ ახლა ის წრუწრული ორგანიზაციები არაფერს არ გეტყვით მათი სახელები. არის ეს მაგთიკომი, ეს არის PSP Pharma, Silknet, Daily,
სპარი, აი სპარი რატო არის ვერ ხვდები? სპარი არის რუსული კომპანია. იქ ქართველი მეწილეებით შეიძლება ყავდეთ, მაგრამ აი რუსული კომპანიაც აქ არის ჩართული. მაგნიტიც რუსული კომპანიაა და რატო არის? გავიგე, ჩოჩელსა აქვს იქ რაღაც წილი, მაგრამ რუსული კომპანიაა მაგნიტი. მაკდონალდსი, ტოიოტა ცენტრი თბილისი. ტოიოტა ცენტრს დაკვეთები აქვს, როგორც ვიცი, სახელმწიფოდან და წარმოგიდგენია ტენდერებში მონაწილეობს, იღებს ფულს და ეხლა გამოდის აგერ ამ ქვეყნის ამრევების მხარდაჭერას უცხადებს. ომეგა მოტორს თბილისი, ალტა, გორგია, ნაბეღლავი, ბიდიო საქართველო, არსი, GPI ჰოლდინგი, საქართველოს უნივერსიტეტი, დიო, კლინიკა კურაციო, ქარვასლა, პალიტრა, ие ჯორჯია, ბარამბო, სუპერი, თბილღვინო, ეს თბილღვინო ხო არ არის შემთხვევით, რომელიც ღვინოს რო რუსეთში ყიდის, ეს ის თბილღვინო ხო არ არის შემთხვევით. და არის აქ ორგანიზაციები კიდე რომლებიც მიამა, ნუ არის BGI ლეგალი და არ ვიცი, ერთი რამე არის, ნუ დანარჩენი ხა პრინციპი შეიძლება ბევრი ისეთი არ იყოს ყურში მოსახვედრი. აი ეს ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ რომ არჩევნები უნდა ჩატარდესო და ხელახალი. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ასეთი არნახული ღალატი საქართველოს არ ახსოვს. როდესაც საფინანსო მსხვილი მოთამაშეები გამოდიან და ამბობენ იმას, რომ თურმე საქართველოში აი ეს მწვანე შუქი უნდა აენთოს ამ ყველაფერს, რომ თურმე მათ ირიბად მხარი უნდა დაუჭირონ აი ამ ნაცჯალათებს, ეს არის ბრევრის მეტყველი. ბევრის მეტყველი მეგობრებო და იცით რა არის, მე ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ აუცილებლად ტელეეთერებში უნდა იყოს წარმოდგენილი ის ადამიანები, ის ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც აქეთ ამ მხარეს არიან. იმიტომ რომ განცდა თითქოს ისეთი არ უნდა შეიქმნას, რომ ყველა თითქოს დაირაზმა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა მოქმედებს ხელისუფლების წინააღმდეგ და აქეთ მხარეს არავინ არ არის. და ამ დროს ბევრი ადამიანია, რომლებიც ხელისუფლების გვერდში დგანან, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რა უნდა ვქნათ, ეხლა ჩვენ უნდა ველოდოთ ეხლა, როდის ჩამოგვიშლიან ქვეყანას? აი, როდემდე ველოდოთ ამ ყველაფერს? სხვათა შორის ევროპის საბჭოს გენერალური მდივარი ალან ბერსე ჩამოვიდა თბილისში, მას ჰქონდა ბრიფინგი, შეხვდა პრემიერ კობახიძეს, ძალიან საყურადღებო განცხადებები გააკეთა ამ ბატონმა და მის ჩამოსვლას და აი მის ვიზიტს ძალიან უარყოფითად შეხვდა განსაკუთრებით ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და უნდა გითხრათ, რომ მათ ესეთი განცხადებებიც გააკეთეს, მეგობრებო, რომელიც ნამდვილად მათთვის ეთყობა შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ აი ესეთ განცხადებებს აკეთებს, მაგალითად ნიკა გვარამია. უკომენტაროთ ვდებ ალენ ბერსეს ბრიფინგს ევროსაბჭოს ხელმძღვანელის განსაკუთრებით იმათვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო, შარ მიშელი 2 არ იქნება. გახარია ამბობს, მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერას შეპირდა ივანიშვილი. აი ეს ალენ ბერსეზია საუბარი. ელენე ხოშტარია საუბრობს, ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტის ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ამას აპარაკობენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე, მეგობრებო. ანუ ხედავთ, რომ ლაპარაკობენ დასავლეთი თურმე, ესე იგი, მათ ხუჭერს ხარს, თლაც მასეც არ არის საქმე. აგერ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი რაღაცეებიც ილაპარაკა, მაგრამ საერთო ჯამში მისი ვიზიტი და მისი განცხადებები მიუღებელია ჩვენი ეგრეთ წოდებული აი სამშობლოს მოღალატე ოპოზიციისათვის, რომლებიც აგერ ამბობენ, რომ თურმე ეს ყოფილა, ესე იგი, ივანიშვილის შეუთავაზები ალბათ პრემიერობა. აი რამ აღაბაშბოთა ესე ოპოზიცია, აგერ მოусმინოთ, რას იძახის ახლა ეს კაცი ისეთ, რომ ესე გამწარდნენ ესენი.
ახლა საქართველოსთვის კრიტიკული დროა. ქვეყანას ავსია პოლიტიკური დაძაბულობით და პოლარიზებული საჯარო დისკურსით და მაღალი დონის ძალადობით. აქ პირველ რიგში ვარ იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. მოგეხსენებათ, საქართველოს 25 წელია ევროსაბჭოს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრია. მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას, რომ პირველ რიგში თავი შეიკავონ ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან. მეორე, სწრაფად ჩაადარონ დამოუკიდებელი გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მისცენ პასუხისგებაში. მესამე, გაათავისუფლეთ ყველა, ვინც ადმინისტრაციულ დაკავებას დაექვემდებარა. მე მივესალმები ყველა იმ გარანტიას, რომელიც მათგან მივიღე ამ საკითხებზე. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოუცხადოთ ქვეყანას, რათა ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით. დანარჩენი საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ის, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუშევად. მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. მქონდა გულწრფელი, ღია კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა. სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შევხედროდი ყველას. პრესკონფერენცია ესე იგი, ეს კაცი, ამ კაცის განცხადებება იმდენად აღაშფოთა ოპოზიცია, რომ გამწარებულები არიან. აი ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, აი საფარის ხელმძღვანელის და მსხვილი დამფინანსებელი არის, მსხვილად დაფინანსებული ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ეგრეთ წოდებული ფემინისტკა ბაია პატარია წერს. მინდა ყველა მიცოდეთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბესესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვევებს და ჩვენი მოთხოვნები უცვლად გავაჭრეთ. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ახალი არჩევნები, არანაირ რუსულ კანონზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. არალეგიტიმური და მოძალა რეჟიმი უნდა დასრულდეს. წერს ქალბატონი ბაია პატარაია. ასევე ეს ჯუნიორ ვაშაძეც აღშფოთებულია. დიდ ეჭვებს ბადებს ალენ ბერსეს შეხვედრა ბიზინა ივანიშვილთან, რომელზეც არანაირი საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებია. მოუწევს დამატებითი განმარტებების გაკეთება. ესე იგი, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ქალბატონი თუ ბატონი ჭიჭე ვაშაძე, რომ თურმე განმარტებები უნდა გააკეთოს ალენ ბერსემ. და ერთი რამე არის, რომ ხედავთ, რომ უკვე დასავლეთი მიხვდა იმას, რომ რახან ამათ არაფერი არ გამოდით, რაღაცა გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ეხლა ზოგი სანქცირებებს აწესებს, მაგრამ ეს სანქცირებებიც არ იმუშავებს. სანქცირებებმა არ იმუშავა არც ბელორუსიაში, არც რუსეთში, არც სხვა ქვეყნებში იმუშავა და ვერ ჩვენთან ვერ იმუშავებს. რაც არ უნდა მათ ასანქცირონ აქ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი ვერ გატეხენ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ აი კობახიძემ გააკეთა განცხადება, თუ რამე დანაკლისი ექნებათო ფინანსურია, ჩვენ აუნაზღაურებთო ხელისუფლების აი იმ შტოების წარმომადგენლებსო და ის ადამიანები, რომლებიც აი კიდევ ერთხელ მაღალჩინოსნების შესაძლოს დასანქციდნენ, ღირსების ორდენზეა წარდგენილი და საერთოდ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად ინიშნება. ეს მოწმობს იმაზე, რომ რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას ამგვარ ქმედებებზე. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ ამ როდესაც ყაველაშვილი შევა საპრეზიდენტო სასახლეში, ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედები ამ მოღალატეების გასაუნებლებელყოფად. იმიტომ რომ ეხლა როდემდე უნდა უყუროთ ამას, რომ ეს ბიზნეს სექტორი ატერორებს ხალხს. ეს მსხვილი ბანკები, რომლებმაც საქართველოს გაძარცვეს, თავიანთი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, ბინებიდან გამოყარეს ხალხი, გაამათხოვრეს საქართველოს მოსახლეობა, ეხლა ეს ბანკები ეუნებიან ხალხს, რომ ისაო, რა ქვიაო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო. ბიჭო, თქვენ თუ ხალხის გვერდით ხართ, ის ბანკის პროცენტები დაწიეთ.
იმ ხალხს რო ქუჩაში ყრით, რაღაცა დამატებითი ვადები მიეცით. ახლა ყველაზე მართლა კურიოზი ის არის, რომ აი ეს ბანკები რო გამოდიან ხალხის მხარდასაჭერად. და სხვათა შორის იქ აქციაც დღეს გაიმართა 12 საათზე, რომ ისაო, რა ქვია, ბანკებს თხოვენ, ისაო, მოვალი არ უნდა იყოს საქართველოშიო. კი, მაგრამ ვის უმართავთ აქციებს თქვენ ერთი? ვინც თქვენ აქციებს აფინანსებს? ყველაზე კურიოზულია ეს არის, ჩემო მეგობრებო, რომ ეს ხალხი აი ჭკუიდან არის გადასული, მე მგონი, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ არ ვიცი, აი ყოველგვარ აი ლოგიკაში ნამდვილად არ ჯდება ეს და ასევე ყოველგვარ რაღაცა ცილდება ადამიანობას და მე ვფიქრობ, თუ კი არ აღიკვეთა ამათ თარეში, შეიძლება მართლა რაღაცნაირ პრობლემები შეექმნას ხელისუფლებას, იმიტომ რომ ადამიანი განწყობა როგორია, როცა ადამიანი უყურებს, რომ რაღაცა ყევები მიდის, ზოგი ცდილობს, რომ სულ არ აქვს ხარდაჭერა მისი მხარს არ უჭერს ნაცმოძრაობას, მაგალითად, მაგრამ ადგეს და მაინც გადავიდეს ნაცებზე, რომ თითქოს აი გადაირჩინოს ტყავი და ამით დაიბევოს ადგილი ნაცებთან, რომ აი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, მე არ მახლონ ხელიო. იმიტომ რომ ყოველთვის ესე არის, ადამიანი საერთოდ ყოველთვის არის ძლიერის მხარეს. და როდესაც ძალას დაინახავს, რომ ესენი უფრო აქტიურად მოქმედებენ, შეიძლება იფიქროს, რომ აი ესენი იმარჯვენ და გადავიდნენ, ამიტომ ეს განცდა არ უნდა შეიქმნას დღეს. და ეს განცდა იქნება, იმიტომ რომ ტელევიზორს ჩართავ ეს ორგანიზაციები ყველა ამ ესე იგი გადმოდიან ოპოზიციის მხარეს, ხალხი საზოგადოება თითქოს მათ მხარეს არის და ამიტომ ტელეეთერები უნდა გაიხსნას. არ შეიძლება ხუთი კაცი ლაპარაკობდეს სამოქალაქო საზოგადოებაც უჭერს ხელისუფლებას მხარს. აი ხა ჩვენ ტელევიზიას რატო აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჩემ გადაცემას? ეხლა აი თქვენც ხედავთ რამდენი კაცი გვიყურებს ჩვენ ეხლა პირდაპირ ეთერში. რატო ხდება ეს ესე მეგობრებო? იმიტომ რომ მართალი სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს საიდან იტყვის. და მიუხედავად იმისა, რომ და ხელი შეშლის მეტი არაფერი არ აქვს ჩვენ. იმიტომ რომ კარგად იცით, რომ სილქნეც გამორთული ვყავართ თავისი ქსელიდან პრობლემებს გვიქნის Facebook-ი და უამრავი ხელისშემშლელი ვითარება არსებობს ფინანსურადაც ჩვენ ნამდვილად ეხა ვერ დავიკვეხნით იმას რომ ნამდვილად ეხა ისეთი ფინანსური სიტუაცია გვაქვს ჩვენ რომ რაღაცა ვარსკვლავებს წვიტავდეთ მიუხედავად ამისა ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს და აქედან გამომდინარე ხა პირველი არხზე ბოლო მაინტერესებს ეხა ეს პირველი არხი ვიზე მუშაობს და რაზე მუშაობს გაგვაგებინეთ ხალხო გაგვაგებინეთ შეიძლება ესე უსასრულოდ გაგზავნდეს რომ გამოდიოდეს ეთერებში ხალხი და ტუქსავდნენ პატარა ბავშვით ტელევიზიის წამყვანებს შეიძლება ეგეთი რამე კაცო გამოდის იქ უამრავი ფაქტები არსებობს ამისი გამოდიან და აი ეს თამთასანიკიძე რომელიც შესანიშნავი გოგონა არის ხა მე ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა სიმართლე რო გითხრა ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა როდესაც სალომე ზურაბიშვილი გააბითურა მაგრამ ხო არ შეიძლება ეხა ესე ვიყოთ რომ უყუროთ რომ აი ამ სახელმწიფო არხებზე სულ მუდამ ნაციონალებს ჰქონდეთ ასპარესი შეიძლება ესე გაგრძელდეს და მე კიდე ერთი რამე უნდა ითქვას რა რომ გაუთხილდით იმ ხალხს ვინც კი თქვენს გვერდით დგას იმიტომ რომ იცით ადამიანებს შეიძლება გული აუცრუდეს მე ბევრი არის იქ ეხლა მართლაც ხალხი დგას რომლებიც აი გულდაწყვეტილები არიან ეხლა ნაცები ნამდვილად შეიძლება არ იყვნენ მაგრამ გულდაწყვეტილები არიან დღეს ხელისუფლებას უნდა ისეთი პოზიცია უნდა გაატაროს რომელიც ადამიანების გულებამდე იქნება მისული დღეს თითეული ადამიანის ხმა ძვირფასი არის ჩვენ ხედავთ რა საშინელი ძალა გვიპირისპირდება ფულს არიგებენ ხალხო აი ეს ორგანიზაციები რო ჩამოგითვალეთ მე PSP, Coca-Cola, ბანკები, გორგია, მორგია, რა ვიცი, სავაჭრო ცენტრები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ახალისებს იმას, რომ მათი თანამშრომლები აქციაზე იყვნენ. ძალიან დიდი ფული რიგდება. რომ აქციაზე იყვნენ. ზოგს ეუნებიან, რომ პირდაპირ სამსახურში და გაგიშვებ თუ აქციაზე არ წახვართ. მე მაქვს ასევე საჯარო, ბევრი რაღაც ინფორმაცია არ მინახე გავთქვა ჩემი წყარო ინფორმაციის, ეუნებიან მაგალითად მასწავლებლები, რომლებიც ასევე ჩაბუდებული არიან განათლების სისტემაში, ბევრი ნაცი, ბავშვებს პირდაპირ ეუნებიან ეს მთავრობა უარგისია, ლექტორები ლაპარაკობენ ამას და ამაზე ხო რეაგირება არის საჭირო.
არ შეიძლება ესე გაგრძელდეს, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს ამას. დროა წესრიგი დამყარდეს ამ ქვეყანაში და მე მგონი 29-ის მერე ეს უნდა მოხდეს, როდესაც გამოვიტანთ ამ ქალბატონს პრეზიდენტის რეზიდენციიდან. იმიტომ რომ როდემდე უნდა ვიყოთ ისე რომ აი ველოდოთ იმას თუ აი რა როგორ განვითარდება პროცესები. აი ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში და ვიყოთ აი მყევების რეჟიმში. ესე არ შეიძლება გაგრძელდეს. არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ეხლა ესე ვიმოქმედებთ, თუ ესე ჩვენ გავაგრძელებთ აი ამ მდგომარეობას, ესე გაგრძელდება, მაშინ კიდევ თუ ჩამოიშლება ეს ქვეყანა. 2003 წელს როგორც ენერგოპრო თიშავს შუქს, ისე თიშავდა 2003 წელს ჩაბუდებული სახელმწიფო სტრუქტურაში ხალხი დენსაც, გაზსაც და მერე მოვიდა სააკაშვილი და ხელად გაზიც გაჩნდა, შუქიც გაჩნდა, ამ დროს არც ელექტროსადგური, არც რაიმე ახალი რამე გაკეთებულა და მიიწერა რომ აიო მეო სააკაშვილმაო ჩაბნელებული ისაო თბილისი და საქართველო რა რითი გაანათა მაინტერესებს რამე ახალი ჰესი აშენდა სააკაშვილის პერიოდში თუ რა ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ რომ შანტაჟი იყო მაშინ და დღესაც ეხლა ხედავთ რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მებრძოლმა კერძო სტრუქტურებმა დაიწყეს უკვე აშკარად ომი ქვეყნის წინააღმდეგ როცა ბანკებია ჩართული ამ ყველაფერში ეხლა ვიღაცები ლაპარაკობენ ლარსო კუპონად ვაქცევთ. ეს როგორ მუშაობს, იცით ხალხზე, კაცო? ვის ზოგს სესხი აქვს აღებული სამოხმარებლო, ზოგს ბიზნეს სესხი აქვს. ეხლა ყველა შიში არის უკვე. მერე კიდე დაიმშა ხალხი, არავინ არ ჩამოდის, რესტორნები, სასტუმროები, ყველაფერი цаრიელია, არავინ არ შემოდის. უამრავი ჩვენი წამყვანი სფერო არის ტურიზმი, ხო? ეს აჭარა დაცარიელებული იქნება, გურია, თბილისი, ვინა არავინ არ ჩამო, ახალ წელს იქნებოდა გავსებული მთელი ქალაქი და რაიონები. იმიტომ რომ ბევრი ჩამოდიოდა რუსეთიდან, ბევრი ჩამოდიოდა ბელორუსიდან. ეხლა რო ლაპარაკობენ იმ დღეს გამოვიდნენ ეს რესტორან და ტურიზმის სფეროში დასაქმებული. ჩვენ არ გვინდა ის რომ ჩამოვიდნენ რუსები, ჩვენ გვინდა ევროპელები. მერე ვინ უშლის ხელს ევროპელებს? არ უნდა აქ ევროპელს ტურისტად ჩამოსვლაც კი და ომში ჩამოვა. და ესენი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ვაიმე თავრობის ბრალი, ეხლა თავრობის ოპოზიციამ შექმნა ეს სიტუაცია, რომ ტურისტები არ ჩამოვიდნენ, კიდევ თავრობას ებრძვიან. გასაგიჟებელია, მეგობრებო. ეს რასაც ჩვენ უყურებთ ამ ყველაფერს. და მერე კიდე გასაგიჟებელია ისიც, რომ აი ძალიან ბევრ ტელეარხზე უსმენ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ მიმომხილველებს, ექსპერტებს მე ამ ხალხს ვერ დავარქმევ. აი ხალხი გამოდის და ლაპარაკობს. ეს ამერიკა რაღაცა ცუდია, ესე იგი, რომ ესე იგი ევროპა ცოდავს, რომ ხელისუფლებას ებრძვიან რაღაცა იქით, მაგრამ აი თავას არ იძახიან დიაგნოზს. აი სტალინმა თქვა კრიტიკუი, ნუ პრიდლაგაი. ანუ თუ გვაკრიტიკებ, თუ აკრიტიკებ, მაშინ გამოსავალიც. რაღაცა თქვი. ანუ ეს ხალხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა რო თქვან, რომ ისევ ამერიკისკენ რაღაც წავიდეთო, მიუღებელია, იმიტომ რომ ამერიკა ებრძვის საქართველოს. რუსეთისკენ გადავდგათ ნაბიჯიო, არც ეს უნდათ, იმიტომ რომ მაშინ პრორუსულობაში დაადანაშაულებს ვიღაცა მათ. და იცით, აი ესეთი ხალხი არის ყველაზე ამაზრზენი, აი ნელთბილ ხალხს უწოდებენ, სახარებაში წერია, ნელთბილი ხალხიო ყველაზე საშიში არისო რა. აი კაცი რომელიც ლაპარაკობს და თავარს არ იტყვის. აი რა უნდა გავაკეთოთ. გადახედეთ, ეხლა ბევრს აქვს საკმაოდ ისეთი მაღალი რეიტინგი ამ ექსპერტებს და უჭყუოები არ არიან. მაგრამ იცით რა არის ყველაზე ცუდი, როდესაც ადამიანს ელაპარაკები ნახევარ სიმართლეს. ქალი ან ორსულია, ან არ არის ორსული. თუ კი შენ გინდა რომ ესე იგი გინდა სიმართლე თქვა, მაშინ მთლიანი სიმართლე თქვი. რა არის გამოსავალი? როცა შენ ამერიკა გებძვის, როცა დასავლეთი გებძვის, როცა შენ ასეთ რა დაგჩენია მაინტერესებს, სადღაც ხო უნდა წახვიდე, ვიღაცას ხო უნდა დაელაპარაკო. ესე ხო არ ჩაიკეტები და ხო არ თქვი, მე არავის არ დაველაპარაკები, ვიქნები ჩემთვის ესე იგი და ვიტყვი იმას, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა აქვს, ღვთისმშობელი დაგვიფარავს. ღვთისმშობელი დაგვიფარავს, მაგრამ შენს ხელი უნდა გაანძრიო, კაცო. ხელი უნდა გაანძრიო. ჩვენი წინაპრებს რო არ ყოლოდათ მოკავშირეები ბიზანტიის იმპერიის სახით, რო არ ყოლოდათ მოკავშირეები იგივე რუსეთის იმპერიის სახით, ერეკლე მეფე საქართველოს არ იერსებებდა. ერეკლე მეფე იყო ისეთი მეფე, რომელიც აი მარხვაში
როდესაც დაჭრილი იყო და როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, საჭმელს სამარხო საჭმელს ჭამდა, მეფეს ეუნებოდნენ, მეფეო, ქათმის რაღაცა საჭამანდი მიიღეთ, რაღაცა მიირთვით, ხორცი, რაღაცა ის რომ ჭრილობები შეგიხო, არაო, მეო, რო ეხლა მარხვა დავარღიო, ხალხს თვალებში როგორ უნდა შევხედო? თვალებში ხალხს როგორ უნდა შევხედო, მარხვა როგორ დავარღიო და ხალხი რა მარხვის დარღვევაზე, ხალხს ატყავებს და იმაშუება ანადგურებს და თვალებში კი არა უტიფრად გვატყუებს ხალხო. და ერეკლე მეფე კიდევ ერთხელ მეორებ გადადგა ნაბიჯი რუსეთის იმპერიისაკენ, იმიტომ რომ საქართველო გადარჩენილი იყო. და ამიტომაც ებძვიან და აგინებს ეს ტვინგაყინულები ერეკლე მეფეს, იმიტომ რომ ერეკლე რატო არის მათთვის მიუღებელი? სწორედ აი ამ ნაბიჯის გამო, თუ სხვა რამის გამო კი არ არის მიუღებელი. სტალინი რატო არის მიუღებელი მათთვის? იმიტომ რომ სტალინი იყო იმ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა იმპერიის ბელადი და ლიდერი. თორე ქართველობასთან კი არა აქვს იმათ პრეტენზია რომ ქართველი იყო, არა, ის სიმბოლოა საბჭოთა იმპერიის. და დღეს გეკითხებით თქვენ, აი ეს ექსპერტებო, თქვენ აი ეგრეთ წოდებულო ექსპერტებო, რომლებსაც რაღაცა პაკაზუხობ და გამოდიხართ და რაღაცა ლაქლაქებთ აქა. რატო არ იძახით იმას ერთხელ მაინც, რომ საქართველოს უნდა გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობა, რომ საჭიროა პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. რატო არ ამბობთ? იმიტომ რომ გეშინიათ იმისი, რომ მანდამაინც ეს რუსეთის აგენტობას და კრემლის აგენტობას დააბრა. მარტო ნიკოლოზ ჟავანაძემ და კიდე ერთი-ორმა რაღაცა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს ამის შესახებ. და ვიცი რომ ეს ძალიან ძნელია, განა ეს ადვილია. დღეს ამის თქმა არის იოლი არ არის ამისი თქმა, იმიტომ რომ დიდი ბულინგი მოდის, დიდი შეტევა მოდის, დიდი წნეხი მოდის. აი ხა მე რო ეს ორგანიზაციები ჩამოგითვალეთ თქვენ, ეს ბარამბო, მაქთის, ილქნეთი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანი რომელიც ეხლა მაგალითად მოინდომებს ამ სტრუქტურებში დასაქმებას და პოზიციას გამოხატავს სიტყვაზე რომ მე მაგალითად ვარ მომხრე რუსეთთან ურთიერთობაზე, თქვენ გონიათ მას დაასაქმებენ, ის არის კეთროვანივით უკვე. ამიტომ თქვენ ხართ შიშრები, ბიძიკო. შიშრები და ლაჩრები ხართ. იცით რატო? თქვენ არ იძახით სიმართლეს ბოლომდე. თქვენ ექიმი გაგიგია თქვენ მივიდეს ავანტყობთან, ავანტყოფთან თქვას ეს გჭირს გასაგებია და წამალი არ დაუნიშნოს ექიმმა. თქვას რომ იცით რა არის, მე ვერ დაგინიშნავ თქვენ წამალს. და თუ შენ ექსპერტი ხარ და თუ შენ პოლიტოლოგი ხარ, დიაგნოზს რატო არ ასვამ ქვეყანამ, რა უნდა გააკეთოს? იმიტომ რომ თქვენ ხართ ნაძირლები. თქვენ ერთ ადგილს ათამაშებთ ეხლა, იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ იქითაც იყოთ, აქით იყოს, რამე რო შეიცვალოს სიტუაცია და საქართველოში ნაცები მოვლე გადახტებით ნაცებისკენ. რამე რო შეიცვალოს რუსეთისკენ წავიდეს ქვეყანა, მე რუსებისკენ გადახტებით. ხვდებით? აი ამას აკეთებენ ესენი. და ამიტომაც არის ხალხი დაბნეული არის და ამიტომაც ხალხის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გარკვეულა, იმიტომ რომ ტელეეთერებში აი ცენტრალურ არხებზე გინა იმედი აიღე, გინა რუსთავი 2 აიღე. რას ლაპარაკობენ? მაინც ევროპისკენ მივდივართ, ამ დროს ეს ევროპა გაგინებს. კი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის პირადად სასიამოვნოა, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბარსეს აგინებს ოპოზიცია. ძალიან სასიამოვნოა ეს, იმიტომ რომ ესე იგი ეს რაღაც რიგი წარმომადგენლები არ ამბობენ მათთვის სასიამოვნო თემებს, მაგრამ ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ ეს არის რაღაც პატარ-პატარა გამონათებები, ხო? თავარი ის არის რომ ჩვენ გვახჩობენ ეკონომიკურად ესენი. გვახჩობენ. აი, ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა. ვინ შექმნა ეს უმუშევრობა საქართველოში? დასავლეთმა არ შექმნა? მათ არ გააცამტვერეს და გაანადგურეს ჩვენი საწარმოები და ფაბრიკები 32 წლის მანძილზე? ხო, აი სწორედ მათი დირექტივების შედეგად საქართველოს იძულებული გახდა გაეჩერებინა ყველაფრის წარმოება, იმიტომ რომ არ იყო რა ქვია რენტაბელური. თუ შენ ეხლა მაგალითად აწარმოებ ფაიფურს, აწარმოებ მაგალითად იმ რაღაცა გარკვეულ პროდუქციას, რომელსაც ვერ გაყიდი, რა აზრი აქვს ამას? ისევ ჯობია ვიღაცამ შემოიტანოს, ხო? და ამ დროს ბელორუსმა აგერ და საბჭოურმა ქვეყნებმა ეს გასაღების ბაზარი ნახეს იგივე ამ რუსეთში. მერე როდესაც ამ კაცებს აგინებთ, აი ფემინისტურ თემებს მინდა დაუბრუნდე. რა გააკეთეს უყურეთ, როგორ დაანგრიეს ოჯახები და როგორ დაანგრიეს საქართველო. ესე იგი, ქართველი კაცი გამოყავთ იმათ რა, უქნარად და ზარმაცად. და ამ დროს ეს არ არის ესე, იმიტომ რომ ეხა აი დასავლეთში რო წავიდეს ქართველი კაცი და ამერიკაში ვერ იშოვის სამსახურს, იმიტომ რომ შრომის უფლება არ აქვს ის, რომ აი რაღაცა იქ უნდა კონდეს, რომ ადამიანმა რო დასაქმდეს, უნდა კონდეს შრომის უფლება.
არა აქვს ეს და ამიტომაც ეხლა ჩვენი ქართველობა იქ კაცები ვინც არიან იძულებული არიან იყვნენ რაღაცა მომლოდინე რეჟიმში მხოლოდ ტოლვილის რაღაცა მანტია მოირგონ შრომით ვერ შრომებენ მარტო აქვთ ბინა მარტო აქვთ საჭმელი ან ზოგიერთი ცდუნებებს ვერ გაუძლო და ქურდობს და ქალები ახერხებენ იმას რომ იქ ძიძებად მუშაობენ ეხლა ძიძების პრობლემა არ არის და იქ და ეხლა კაცს აუგზალეს მუშაობა და იძულებულია რომ ოჯახები რომ ვიღაცა წავიდეს ეხლა რომ შვილები შიმშილით არ დაიხოცოს და ქალები მიდიან გესმით თქვენ ანუ რა არ შეეძლო დასავლეთს ის კაცები რომლებიც მამაკაცები საქართველოსთან რომლებიც შრომის უფლება მიეცა შრომის უფლებას არ აძლევენ ლეგალური დასაქმების უფლება და ესენი გვეუბნებიან თქვენი მოკავშირეები ვართო სტრატეგიული ამერიკა ჩვენი მეგობარია და ფრენებიც არ არსებობს და არც ვიზას გვაძლევენ მაგალითად იქ რო ჩავიდეს ლეგალურად ადამიანი ხო შეიძლება უკან გამოაგდონ იმიტომ რომ არაო შენ არ ღვევ რაღაცასო რამდენი ყოფილა საცეკვაო მოცეკვავეთა ჯგუფი წასულა ნახევარი შეუშვიათ ნახევარი არა აი ამას აკეთებს ესე იგი ოჯახები დაანგრიეს ეკონომიკა დაგვინგრიეს და მე ლაპარაკობენ რომ საბჭოთა კავშირი სტუმარმა თქვა ჩემთან რომ აიო მეო საბჭოთა კავშირიო ზებ დიდი ბოროტება თუ იყო ამ ქვეყანაზე არ მოგენა და ეს ევროკავშირი ყოფილა მე ვკითხე რატო იყო ბოროტება გაგიგია ხალხო ყველაფერი აშენდა ყველაფერი დამშვენდა ყველაფერი აღმავლობის პირას წავიდა დემოგრაფია ეკონომიკა და რატო იყო ეს საბჭოთა კავშირი ცუდი მაინტერესებს ჩვენთვის და რატო არის ევროკავშირი კარგი როცა აგერ შენ კანონის მიღებას არ გპატიობენ ეს არის თავისუფლება საქართველოსი როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გეუბნება თუ არ გააუქმებ ამ გარყვნილების კანონს შენ მაშინ ვერ გაგიღებთ კარებს და რატო არ მინდა ეს გარყვნილება იცი კაცო იქნება ხო მაგრამ არა უნდა ესე იგი ეს გააკეთო აი ეს ესე უნდა ქნა გარყვნილებაზე რო არის საქმე აი მიმდგარი აი გამოდის აი ტელეეთერით და ეს ვაჟბატონი ზაზა ბურჭულაძე ეს ვაჟბატონი არის მამუკა ხაზარაძის დაჯილდოვებული პრემია ესე საბა არსებობს ეს კაცი დააჯილდო აი გამოვიდა იმ დღეს აი ხა ეს ძალიან აქტიურობს ეს კაცი და ამაზე კი ვილაპარაკე ერთხელ და კიდე დაუბრუნდები და გამოვიდა და ნახეთ განცხადება გააკეთა ხელები ბიჭებო ძირითადად ბიჭები არიან იმიტომ ამბობ ამას ახალგაზრდებო, შვილებო, ძმებო, მამებო არ ჩამოყაროთ ხელები, იმიტომ რომ თქვენ გვერდით ვართ და რაც თავარია თქვენ დიდხანს არ გაჩერდებით მან. როგორც კი ეს ალახის ბუდე ჩამოიშლება, თქვენ იქნებით გარეთ და თქვენ გერქმევათ გმირებით, თუმცა თქვენ უკვე ხართ გმირები. რისთვის ბრძოლა ეს რის წინააღმდეგ არჩევნები ახსენეთ არჩევნების 28 ნოემბრის განცხადების რომელიც შეიძლება რაღაც ტენდენციის დაგვირგვინებად აღვიქვათ აი ამ სისასტიკეზე პასუხი ვინაიდან ეს თქვათ დაშლის და სისასტიკის შემდეგ მეორე დღეს როგორც წესი არაფრით ნაკლები ადამიანი არ იკრიბება რუსთაველის გამზირზე აი ყველაზე მთავარი რისთვის ბრძოლას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს. დიანა ჩვენ გვაქვს დრო რომ ესეთ მოკლე პასუხი არ გაგცეთ? კი ბატონო, გვაქვს აზა. კეთილი, ჯერ დასაწყისში უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ძალიან ხშირად ვიმეორებ ჩვენ რომ რეჟიმმა წითელი ხაზი გადაკვეთა, აი წითელი ხაზი გადაკვეთა 12 წელია გვესმის ეს და ცოტა შეიძლება ვიღაცები დაიბნენ როდის რა სისქისაა ეს ხაზი ხო არა უბრალოდ ისეთი რაღაც გამოდის რომ თითქოს ეს ერთი ხაზი კი არ არის არამედ ხაზებია და საუბარია რაღაც საფეხმავლო გადასასვლელზე ზებრას რო ვეძახით ყოველგვარი წითელი ხაზი და ბორდო და შიდისფერი უკვე გადალახული ყველა ფერის ხაზი გადალახულია და ჩვენ მივადექით უკვე აი იმ ყავისფერ მასას, რასაც ეს ადამიანები თუ ადამიანები ამაზე ცოტა ცალკე, რასაც მიირთმევენ დიდი კოვზით. ეს არის ბრძოლა გადასარჩენა. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ მე დიდხანს მიჭირდა სწორი სახელი მომეძებნა ამ არსებებისთვის. იმიტომ რომ ერთი მხარე რობოკოპებს უწოდებს, მეორე რაღაც ბანდ დაჯგუფებებს, ესენი ჯერ ერთი რობოკოპი ეს არის დადებითი პერსონაჟი, ხო, ყველას გვახსოვს. ესენი რობოკოპებიც არ არიან და არც
აი როგორ ვთქვა, რაღაცა უფრო მძიმე ლიტერატურიდან მინდოდა ანალოგია და გამახსენდა ფენომენალური სათაური, რომელიც ძალიან ჯდება თვითონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი არის არსება, რომელსაც აცვია ბრიონის კოსტიუმი, მაგრამ ამ კოსტიუმის მიღმა არის მკვდარი სული. ეს არის მკვდარი სული, რომელმაც ამოწოვა და ჩაუკლა სული ყველას, ვისაც მიცუდა. ახალ თაობას ემახსოვრება აი ეს ქალბატონ დიანა ტრაპაიძესთან, რომელიც ალბათ სააკაშვილთან შესახვედრად ემზადება, როგორც ყველა ნაცჟურნალისტი ქალბატონი, ალბათ კბილი მოგონებები მასაც აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით და ესე იგი ეს ვაჟბატონი, აი ეს არარაობა მკვდარს უწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა. ადამიანს უწოდებს მკვდარ სულს, რომელსაც ებძვის დღეს ეს გლობალისტები, იმიტომ ებძვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ არა, მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაუძლებდა ამ წელს, იმიტომ რომ დღეს მეციხოვნე, მთავარი შემადუღებელი ყველაფერი იმისა, რასაც ქვია ეს ჩვენი ძლიერი რგოლი გაერთიანება არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს საქართველოს სწორედ ბიძინა ივანიშვილის გომელაურისნაირი ხალხი ამტკიცებს. თუნდაც ავიღოთ ბატონი გიორგი კანდელაკი, რომელიც მათ 7000 კაცი შეკრიბა გორში ერთ დაძახილზე, რომ მეტი საშუალება მისცეს 37-საც შეკრებდა და მან უამრავი ახალგაზრდა იხსნა თავისი აი ამ სპორტული კარიერიდან გამომდინარე, უამრავი ახალგაზრდა იხსნა იმისა, რომ გზას აცდენოდნენ, მათ მისცა მიმართულება ბოქსისკენ და უფასო კურსები, უფასო სწავლება არის ამ ბოქსის ჩენდება კიდე ახალი ცენტრები გორში და ხელისუფლებას უჭერს ხარს და აი ესეთი ადამიანები, აი პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამართალდამცავ სტრუქტურებში ბატონი გომელაური, სამოქალაქო საზოგადოება და სპორტში ბატონი გიორგი კანდელაკი, რომლის წყალობითაც არის, რომ ჩვენ აი მართალ სიტყვას გეუბნებით, იმიტომ რომ არა ის მე დღეს აქ ტელეეთერიდან თქვენ ვერ გესაუბრებოდით, რომ არა ის ბევრი ახალგაზრდა აცდებოდა გზას და სხვა მრუდეგზით წავიდოდა და მან თუ დღეს მაგალითად შიდა ქართლი ფეთქავს როგორც ჩემპიონების, როგორც ჯანსაღი ცხოვრების დასაქმებული და ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებული ახალგაზრდობა, ეს არის სწორედ გიორგი კანდელაკის დამსახურება, რომელიც თავისი სპორტული კარიერითაც, სამოქალაქო პოზიციითაც უჩვენებს ადამიანებს საითკენ უნდა დადგენ და არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცა კარიერა გაიკეთა, წარმატებას მიაღწია და მერე ადგა და მოღალატეებს დაუჭირა მხარი. არა, მეგობრებო, აი ესეთი ადამიანები უნდა დაიქნეს დაფასებული, რომელიც სპორტშიც კაცები არიან და კაცობაშიც კაცები არიან და არაფერი არ ეშლებათ, თორე ჩვენ გვყავს აგერ ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, რომლებიც მოღალატეების გვერდით დგანან და დადგნენ. აი ესეთი ხალხიც აქვს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ხალხის გვერდით, ვინც პატრიოტები და ქვეყნისთვის ბევრს აკეთებენ და ისევ აი ამ ნაძირალას მინდა დაუბრუნდე. აი ამ არარაობამ პრემია საბას დაჯილდოვებულმა, რომელმაც ჯილდო მიიღო პრემია საბასგან, აი ამ ბურჭულაძემ, ზაზა ბურჭულაძემ, რომელმაც მკვდარი სული უწოდა ივანიშვილს, აი მინდა წარმოგიდგინოთ მთელი თავისი სიდიადით ეხლა ეს კაცი, იმიტომ რომ აი მოვაწყოთ ეხლა სახალხო აი რა ხალხი ყავს ეხლა ნაცმოძრაობას და ეს ხალხი, ეს ბავშვები ვის გვერდით განან მაინტერესებს. აი ესეთი ხალხის გონდა ვინ უწოდებს ივანიშვილის მკვდარ სულს, აი ნახეთ. სახალხო მინეტი ისეთი იქნება რა მიმზიდველი ამ ხრი. რომ მოვაწყოთ ეხლა სახალხო ორგია არა ვთქვათ ისე. მინეტი რომ რეგიონის ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა. ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს უკეთეს მინეთს აკეთებს. ვიდრე ის ვინც ყლაპავს. მაგალითად ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეთს ქალღმერთებით აკეთებს. რომ ვათავე პირის პერმიტებსება, გული კი ლოცვებით. აი ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა. პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ყლერი. მიდგება, როცა ტუალეტში შევალ, საიდანაც ესესაა დედაჩემი გამოვიდა. არ სიამოვნებთ ბატონო ზაზა? არა, სიამოვნებთ ძალიანაც. სიამოვნებთ? ხელს მოვაწერ ეხლა. მე მახსოვს დედაჩემი როგორ მაცმევდა ქალის კაბებს.
რატო კაცო? და ქუსლიან ფეხსაცმელზე ვდგებოდი და მეც მომწონდა ეს და ვიბრანჭებოდი სარკე. ქართლის დედას ალბათ უნდა კონდეს რას დაეჭერია? პენისი უნდა ეჭიროს ვარიანტში. ქართველ ქალს არ უჭირა, როგორ არ უჭირავს? ვინც არის საქართველოში? ვინც მინდა რომ რაღაცა გადაცე. იბანავეთ. იწყნაურეთ. მე მგონი სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც აცებელი, დიდი მტაცებელი, ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი. რომ პოლიციელი არის ხორი და ის რადგან შედგა ხარ, შეიძლება იყოს საყოველთაო. გადი ქუჩაში, სამშობლო იღუპება. შენ კი ისევ არ ძრევ. ნიშას ხმაც მივეცი და ბოდიში მომითხოვია და ტრაქტორ და არა, მაშინ ბოდიში მე არ მომთხოვია. გიგიობით ქართველები მახაჩი უარებს უყრით ხნა ჯვა ასე შემდეგ. დრუსი ამჟამად მაცვია დინი, თუბინებად შემიძლია რეკლამას გავუკეთო და ჩავიწიო შარვანი, ეს ერთი და ფორმები ბიგი. არა აი ბოდიში ხა მაყურებელთან აი ამ საზიზღრობა რო გავუშვი, მაგრამ ხო მე რო ხა მე მომეყოლა თქვენთვის ისეთი ეფექტი არის. ეს კაცია, ეს მართლა მგუტარია და ეს ბოდიში და მეპირფალოს რებს იძახის, ხო ხედავ? და ესეთი ხალხი გამოყავს ტევე პირველს, ჭუტა ვიზიას და ეს კაცი მიმართავს ჩვენს ახალგაზრდობას ქუჩაში დადექითო, გესმით? ვინ არის ამათი იდეოლოგები? აი ეს ბინძური ხალხი, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ებძვის ყველაფერ ეროვნულს, ებძვის ლადო ასათიანს, ებძვის ერეკლე მეფეს, ებძვის სტალინს, ებძვის თამარ მეფეს, დავითს და ეს კაცი არის ამათი რაღაცა იდეოლოგი. და ეს ზაზა ბურჭულაძე, რომელიც ამ მამუკა ხაზარაძემ დააჯილდოვა თავისი საბათი. მამუკა, შენც მეპირფალოსე ხარ? შენც ესეთი ისახარ, რა ქვია ადამიანი, როგორ შეიძლება კაცმა ესეთი ბინძური არწება დააჯილდოვოს, ხალხო? შეიძლება ხალხო ესეთი რამე? აი გაგიგია და ეს რომ ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკო, პირი გამოირეცხე, შენი ბინძური პირი გამოირეცხე, როდესაც ივანიშვილზე ხმას ამოიღებ. გაუგონარი რაღაცები ხდება, მეგობრებო, არ ვიცი, აი რაცაც ჩვენ ახლა უყურებთ, ამას ახსნა, ნამდვილად არავითარი ახსნა ამას არ აქვს. და ეს არის სრული ნონსენსი, არ ვიცი, აი გამაოგნებელია, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ და მე კიდევ უფრო გამაოგნებელი რა არის, იცით? ისეთი ბინძური არის ეს ჩვენი დასავლეთი და ისეთი ბინძური ოპოზიცია არსებობს, რომ ხდება მამებისა და შვილების დაპირისპირება. აი არასდროს მე არც ერთი ოპოზიციონერის შვილს არ შევხები ვარ. თუ კი ახლა მაგალითად ის პოლიტიკაში არ არის. ახლა თუ შვილი ოპოზიციაში არის და პოლიტიკური თანამდებობაზე რაღაცა არის, მას თქმა უნდა გავაკრიტიკებ და ვიტყვი კიდევაც, მაგრამ შვილი თუ ახლა არის უწყინა რა თავისთვის არც პოლიტიკაში, რატო უნდა შევეხო, რატო უნდა დავცინო, რატო უნდა იმა. და ამათმა ესე იგი გამოიყვანეს ის რომ შვილებს უპირისპირებენ, აი ხა გავრცელდა ინფორმაციები, რომ ტელეკომპანია იმედის მაგალითად რა ქვია გოგონაო ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელის ქალიშვილიო არის ლესბოსელიო აიტაცა აი ამ ფემინისტების ლიდერმა ჯაყელმა. ჯერ ეგერთი თუ შენ ამ ხომ იცავ არატრადიციულ ორიენტაციის ადამიანებს, რატო გამოგაქ ეგ სააშკარაოზე იქნება იმ ადამიანს საერთოდ არ უნდა. მე არც ვიცი ეგ შეიძლება სწორი ინფორმაციაც არ არის. თქვათ, მაგრამ რატო გადადიხართ ეხა შვილებზე, ვინ რა არის, როგორ არის, ვის რასი რა. იმიტომ რომ მე მოხდეს აი ესე აღრევა, მე იმის შვილმა ეს თქვა, ამის შვილმა, იცით რა ძალიან ძიმი არის მშობლისთვის, რომელიც მშობელიც არის მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი შვილი დგას ოპოზიციის აქციაზე ქუჩაში. მე იცით რა არის, ვერ დავადანაშაულებ ამ შემთხვევაში იმ ადამიანს, ვისი შვილიც იქ დგას. რატო იცი? შვილი, როდესაც გახდება 17 წლის, უკვე მშობელი უძლურია მის ფორმირებაზე. ბავშვს მე ახალგაზრდის ფორმირებას ახდენს უნივერსიტეტი, საზოგადოება და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია, მაგრამ ის კაცი ვეღარ არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ თოკით ხო არ დაიჭერს იმას.
გასაგებია მისცა განათლება აღზარდა 15-16 წლამდე, მაგრამ მერე უკვე იმისი მსოფლმხედველობას ყალიბდება თვითონ საზოგადოებაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ამიტომ ბევრი რო იტყვით, აი რა შვილი გაუზდია, რა ქნას იმ კაცმა ვერ გავიგე, რაც არის ქვეყანა, რა უნდა გააკეთო, სტუდენტი წავა იქ უნივერსიტეტში სულ ნაცები არიან, სამსახურში ნაცები არიან. ხელისუფლების პრობლემაა ის, რომ უნდა აიგრძალოს ეს ფაშიზმი. დღეს გერმანიაში რომ იყოს ფაშიზმი ნებადართული, იქაც ეგეთივე სიტუაცია იქნება, მილიონობით კაცი გამოვა პროფაშისტურ აქციაზე. დღეს კანონით რატო არის აკრძალული ჰიტლერის პარტია? აი რატო არის აკრძალული? ხო შეიძლება თქვა, კაცო დაისაჯა ხო ეს ჰიტლერის პარტია, ხო აგო პასუხი. ეხლა მიეცით საშუალება, რომ მათაც იყვნენ პოლიტიკურ ველზეო. მაშინ აი იგივეც ლაპარაკობენ ესერიც. კი ხო ჩვენ წავაგეთ არჩევნები, ხო მოვიხადეთ ჩვენი. ეხლა მოგვეცით საშუალება კიდევ მართოთ ქვეყანას. და ყველაზე უფრო ამაზრზენი ეს არის, რომ ნუ დაადანაშაულებთ იმ ადამიანებს, ვისი შვილებიც და მით უმეტეს ცოლებიც დგან იქანა. ბოლო-ბოლო ეხა იმ მე უბრალოდ პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში ის მაქვს, რომ ეხა შვილი გასაგებია, მაგრამ ეხლა მაშინ უნდა ეხა შვილს ვერ მოიკვეთავ ადამიანი, მაგრამ ცოლი ნამდვილად უნდა მოიკვეთო ადამიანმა. ეხა თუ ცოლი აქციაზე დგას, მე ვთქვი კიდევაც ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანზე და შენ სახელმწიფო თანამდებობა ან ცოლს გაემიჯნე, ან ქვეყანა, ან ხელისუფლებას გაემიჯნე, მაშინ ან ხელისუფლებიდან წადი. და ეხა ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ მე ნამდვილად არა ვარ დიდი ეხა ბოდიში და ფანატი და გულშემატკივარი ერთ-ერთი ტელეკომპანიის სახის და ერთ-ერთი ხელმძღვანელის რა. მაგრამ რაც ხდება ეხლა აი ამ კაცის ირგვლივ, ეს არის დასაგმობი პირადად, იმიტომ რომ მე არ მივესალმები ამას, რაც არ უნდა შენ არ მოგწონდეს ადამიანი, აი ესეთი ქცევა, ეს არის ამორალური. აი ეხლა ეს ქალბატონი ჯერ ეს რა დედა და ეს რა ცოლია გამოყავს სააშკარ შენი ყველამ თავისი ბინძური საცოლები თვითონ უნდა შეინახოს და არ უნდა გამოაფინოს იმაში რა და ყველაზე დიდი დამნაშავე აი აქ ამ შემთხვევაში ეს ხალი ხო გასაგებია რაც არის მაგრამ ტელევიზია რატო უთმობ ამ ადამიანს ეთერს მაინტერესებს რა ყველანი უკვე რისკის ქვეშ ვართ სიკვდილის რისკის ქვეშ ვართ ჩემი შვილი აგერ მართავს ჩემი მესამე უმცროსი ამის მამას მიუმართავ და ვეუბნები აი ჩემი სხვა შვილებიც აქ არიან იცოდეთ აქ რო ტიტუშკები დარბიანი არ აღიანები რომლებსაც პროვოკაცია უნდათ რომლებსაც უნდათ რომ ჩვენ დაგვაბრალონ მერე რომ ჩვენ აქ აი ეს მშვიდობიანი მოსახლეობა თურმე ვიღაცის თითისკენას ვაპირებ არა ჩვენ მხოლოდ სისტემას ვის მიმართავ თქვენ თქვით რომ მიმართავდით ბავშვების მამას და ვის ბავშვების მამამ ძალიან კარგად იცის ვინც არის ეს არის შალვა რამიშვილი მე ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები ხალხო ჩემი გაჭირვებაში გაზრდილი შვილები ეხლა არიან რისკის ქვეშ მათთვის აუტანელი იყო ყველაფერი რაც ჩვენ თავს გადაგვდა ამ ადამიანის გამო ეს ადამიანი ბედავს და ეხლა მოძღვრავს იქედან და ვისაც ამ ადამიანის გჯერა შეხედეთ ხალხო შეხედეთ ესენი ყველანი ერთი ჩინოვნიკი მითხარით რომელიც არ არის მდიდარი ერთი ამათი როგორ გჯერათ მეგობრებო ჩვენ ყველანი ერთმეთ ქვეშ ვართ აბსოლუტურად ყველანი ჩვენ ყველანი დაჩაგრული ადამიანები ვართ სისტემის გამო მე 9 აპრილით ბავშვი ვიყავი და აქ ვიდექი ყველა მიტინგზე ნამყოფი ვარ მაგრამ მე პიროვნებებს კი არ უჭერდი მხარს მე უჭერდი სისტემას რომელმაც ჩაყლა ჩვენი სული მაგრამ ეხლა უნდა გავიღვიძოთ ძალიან გთხოვთ ყველა სინდისთან დადექით მხოლოდ ნუ უსმენთ პროპაგანდას ისინი იტყუებიან ისინი არიან ტროლების ქარხნები აი ახლა ეს ხალი არის ამორალური რა შედალოცვილო შენა აი ბოლო ის კაცი мама ხო არის ამ ბავშვისა რა თუ არ მოგწონს ეხა შენი ოჯახური თემები რატო უნდა გამოიტანო აქ იმაზე რა ქვია სააშკარაოზე რა არც ქრისტიანულად არც მორალურად არანაირად და ეს ტელევიზიები არის დასახური აი ესეთი სიბინძურეები რო გამოაქვთ ეხა მე რო აქ მოვიწვიო ვიღაცა ადამიანი და რომ მოყვეს რომ აი ერთ-ერთი აი ამ მაყეფარი ჟურნალისტი რომელიც ყველა დღედაღამე გამოდის და თქვას რომ ეს არის ბოზანდარა ჩათლახი ესე იგი ბოდიში და 1000 იმასთან კაცთან არის ნაწოლი სააკაშვილმა იხმარა წინ და უკან ეს არის ბოზი და გვიკითხავს ჩვენ ეხლა მორალს და გვიკითხავს ლექციას გვიკითხავს როგორ უნდა იყოს ქვეყანაზე რაღაცა წესრიგი როცა არის ყველა მთავრობის ბოზი აი მოგეწონებათ მე ხო ამას არ ვიკადრებ არა ზოგჯერ ენის წვერზე მადგას რომ აი თქვა მაგრამ არ ვიტყვი ამა რატო გამოყავთ რატო უთმობთ ეხლა აი მას რატო არ წვენთ იმ რამიშვილს მაინტერესებს მაგრამ
მე იმ ბავშვის იმასაც ვეთქვი, შვილო, ამ ხელა ვირი ხარ უკვე, ხო, უნდა მიხვდე, რომ სად უნდა დადგე და სად არა. მამა შენია ბოლო-ბოლო, ხო, ვერ ამოშლი ამ ყველაფერს და ჯერ ეგერთიც რა გინათ ამ კაცისგან, ის კაცი დგას სიმართლის მხარეს. შალვა რამიშვილი ახლა ვიღაცას მოსწონ არ მოსწონს, ნიჭიერი ადამიანია და პროფესიონალია. ახლა მე არ ვარ მისი მეხოტბე ნამდვილად, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ამორალური. და ეს მარტო რამიშვილთან დაკავშირებით არ კეთდება, სხვებისთან დაკავშირებით. გამოყავთ ვიღაცის შვილი, მე იმას აგინებენებე. კიდევ თქვენ რომ გამოვიყვანო თქვენი მაგინებელი ხალხი აქ მე? დავს ვაკ ეთერში და ვალაპარაკო. ესე იგი ამოტრიალდება მთელი ქვეყანა, ისეთი ხალხი შემიძლია გამოვიყვანო. ამოტრიალდება ქვეყანა. გავაკეთო ეს? რას კადრულობთ, რატო უპირისპირებთ შვილებს, რატო მამებს, რას აკეთებთ? ეს არის სიბინძურის ფსკერი. არ აქ ცხენიათ ხალხო, თქვენ რეებს აკეთებთ ხალხო. არ ვიცი, აი რა ხდება და მე მაინტერესებს ეს ვინმეს მოსწონს საერთოდ, მოსწონს. შეიძლება საკუთარი ყველაფერი პრობლემა, ეხა იქნება ქალბატონო გამომწამდეთ და ისიც მოყვეთ, ეხლა რაღაცა ინტიმური დეტალებიც მოყვეთ, თქვენი ქმართან დაკავშირებით, როგორ გქონდათ ურთიერთობა. იქნება ეგეც მოყვეთ კიდე ყველაფერი. ესე იგი რაღაცა ენა ზვალი, რაღაცა ხო არის, რაღაცა წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო და ამ ხალხმა წითელი ხაზები, კი რა, ყველა ხაზი გადაკვეთა, მე მგონი უკვე. ამიტომ აქ გამოსავალი არის ხელისუფლებას უნდა მიუმართო კიდე ერთხელ თქვენ ანუ იქნებით ლუკაშენკო ან იქნებით პუტინი ან იქნებით ერდოღანი ან წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ეს ქვეყანა აღარ იქნება ესეთი ლოიალობის დრო უკვე დამთავრდა რა ჩვენ უნდა დავამყაროთ ქვეყანაში წესრიგი არ შეიძლება ახალ მე კიდე ერთხელ აი ის ახალგაზრდები ვინც იქ დგანან ეხა რუსთავაზე ყველა მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი შვილები ჩვენ დასაკარგი ქართველობა არ აქვს გული მტკივა ეხა მე ამ ვიდეოებს რო უშვებ ზოგიერთი როგორც იქცევა მართლა კი არ დავცინი მე ვაჩვენებ სადამდე მიიყვანეს ეს თაობა თორე ღმერთმა დამიფაროს მე ეს ხალხი უნდა ჩვენ ეს ხალხი უნდა შემოვატრიალოთ ჩვენს გარშემო ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ რომ ეგ ხალხიც გამარჯვებული იყოს ხალხო ჩვენ დასაკარგი ქართველობა არ აქვს და შეიძლება ამ ხალხის შემოტრიალება თუ პროპაგანდა აიგზალება ფაშისტური პროპაგანდა. გებელსმა კიდე 1000 ჯერ მithქვია კი გებელსმა თქვა რომ მომეცით საინფორმაციო წყაროები და ღორების კოლტებად ვაქცევ ხალხსო და აქციეს ღორების კოლტებად ხალხი აქციეს ხალხო რას დღეში ჩააგდეს ჩვენი ახალგაზრდობა აი ამაზე მეტი საშინელება რა გინდა ეხა რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ რუსთაველზე აი მე არ ვიცი ეს ამას ახსნა არ აქვს მეგობრებო არ აქვს ახსნა აი ნახეთ შეხედეთ ეხლა ამას ეხლა აი ამას რო ამ ცეკვას რო ნახავ ევროკავშირში კი არა სადაც ვართ იქიდან გვა შეხედეთ ერთი აი ნახეთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ თუ არ ვიცი რა ნივთიერებების ქვეშ ყოფი ახალგაზრდები ჭუიდან არიან გადასული. აი ეს არის აღმაშფოთებელი. და ამიტომ აქედან გამომდინარე დასკვნები უნდა იქნეს გამოტანილი და ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ჩვენი ახალგაზრდების სულიერი მკვლელობები. უნდა დაასრულოს ის თარეში და ის ბიზნესი ამიტომაც არის კიდე თქვენ რომ ბევრს გული გწდებათ სამსახურში არ მიიღებენ. ვინ აგიყვანთ სამსახურში ამდენი 1000-მდე კომპანია ნაცების ხელში არის ხალხო. ვინ აგიყვანთ თქვენ სამსახურში მაინტერესებს. და იმიტომაც არის რომ ამ აქციებზე ხალხი დაფინა ეხლა ეს ბოდიში მოსავლის აღების პერიოდია. ის რაც დაფინანსე 5 მილიონი იმან გადაუხადა 5 მილიონი იმან ევროკავშირმა გადაუხადა 5 მილიონი ამერიკამ გადაუხადა მილიონრები გახდნენ NGO სექტორის წარმომადგენლები. ეხლა ვინც იქ დგას გასქელებული აქვს ჯიბეები. და ჩვენ აგერ შიშველი ხელებით ვიბძვით ამ ყველაფრის წინაშე და კაცშვილი დამნახავი მაინც არ არის, მაგრამ ქვეყანა ხალხი ხო ხედავთ თქვენა რა. და ესეც კიდე ცალკე საუბრის თემაა, რომ აი ესეთი უმადურობა, იმიტომ რომ უმადური ადამიანი არც ღმერთს უყვარს, არც ადამიანს და ისევ მინდა რომ გადაცემის მიწურულს დაუბრუნდე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით. აი ახლა ეს სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს განცხადებას
მორიგი სისულელეები დააბრეხვა, რომ ჩამოვიდა დასავლეთიდან. აუხსენი შევხვდიო რა მას ბერსესო და აუხსენი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომ მათი მანდატი არაა რაღაც კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან. ვიღას აინტერესებს რუსული კანონი. ესე იგი ეს ქალი ჭკუას ასწავლის, ჯერ რა პრეზიდენტი აღარ არის ეს ქალი. უკვე არის ყაველაშვილი. და ესე იგი იმდენად არიან გამწარებული ამ ალენ ბერსეზე, რომ ესე იგი ცეცხლს აფქვევენ პირიდან რა, გაგიგიათ ხალხო ასეთი რამე. გამგიჟებულები, გამწარებულები არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი ძალიან მალე და ალბათ აი ამ პრეზიდენტი, როდესაც ახალი პრეზიდენტი შევა თავის რეზიდენციაში, უკვე აქედან უნდა დავიწყოთ. რა ოდემდე უნდა უთბინოთ ამას ყველაფერს. ჩამოიშალა ეს ქვეყანა უკვე რა. ხალხი მშიერი ხოცება უკვე რა, ვეღარც ის ტურისტი შემოდის, ვეღარც რაღაცა შეკვეთები არის, ვეღარც ბიზნესი მუშაობს, ყველა არის მომლოდინე რეჟიმში. ეხლა შეიძლება 2 წელი ხალხი ელოდებოდეს რა იქნება, როგორ იქნება. კაპიქს არავინ არ ჩადებს ამ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ნაციონალები დაბრუნდეს. ეხლა ფული ვისაც აქვს, ყველა ეხლა არის გაჩერებული. გაჩერებულია ყველა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რადიკალური ზომებს უნდა მივმართოთ და სრული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა რომ აქვთ, მათ უფრო გაბედულად უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ აგერ მარგინალთა ჯგუფები დარბიან, აწყობენ, რა ქვია, მარშებს, ხან გურულების მარშიო, მეგრელების მარშიო, უსაქმურების მარშიო, ბოზების მარშიო, მიშას ცოლების მარშიო, არ ვიცი იმისი, რა ქვია, გუშინ მე მგონი იმისი ლელა კილაძის ქფრების მარშიც იყო, ეს ქალი 5ჯერ თუ 6ჯერ არის გათხოვილი სხვადასხვა თანამდებობის პირებზე. ბოლო მართლა ნუ გადააქციეს ეს ქვეყანა მჰარამხანად რა, რა უბედურებაა ესა რა. გუშინა ეს გოგიჩაიშვილი გამოვიდა გურულების მარშზე რა. ნიჭიერი კაცია ეს გოგიჩაიშვილი, ის იუმორისტი როა. შედალოცილო სააკაშვილი რო ქვეყანას აგრევდა, სად იყავი მაშინ რა? მე ერთი ხმარო არა მოგიღია არასდროს შენ. ან ლევან წულაძეს მიდა მივმართო იმ თეატრის რეჟისორი როა. სად იყავით აი ეს ხალხი რომლებიც ის ლელე ჭურჭუმიები და ეს ვიღაცეები რო ხართ კიდე რა ქვია მაყაშვილები და ეს ისინი რა ქვია ვიღაცა ტურაშვილი რომელმაც ერთი სიმღერა იმღერა და მე გასტროლებს წვიტავ ვითომ ესეც ყავდეს ისა შაკირა რა. სად იყავით ქვეყაი ხალხო მიშა რო ქვეყანას აგრევდა. დღეს მართლა პოლიციელები არის დასახიჩრებული და რუსთაველია გადამწვარი გადაბუგული. და იმაზე ესე იგი არაფერს ამბობენ და პოლიციას გენაცვალებ თუ შეურაცხყოფას მიაყენებ ტყვის სროლის უფლებაც აქვს. პოლიცია ის კი არ არის, რა ქვია, პედაგოგიურ საქმიანობას კი არ ეწევა იმაში ქუჩაში, რომ აღზრდელობითი საქმიანობა დაკავდეს. აი გაუგონარი რაღაცა ხდება და მე მგონი დასავლეთსაც უკვე ხელით ჩაქნეული აქვს, ამის დასტურია ეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა, სადაც მან უკვე შეცვალა რიტორიკა და ვხედავთ რომ იცვლება ეხა ის შოლციც ჩამოცილდება უკვე ჩამოცილდა გერმანიას მაკრონიც ემშვიდობება და ის დასავლეთიდან ის მხარდაჭერაც რომელიც აქვთ აღარ იქნება და ასევე ის ფინანსური ნაკადებიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა რაღაცნაირად ამოძიკოს. არავის უფლება არ უნდა მიეცეს საქართველოში ფულები ჩარიცხოს სახელმწიფო გადატრიალებისათვის. და ასევე არის შესაქმნელი ახალი საბანკო სისტემა, შესაქმნელი არის ახალი სტრუქტურები, რომლებიც ჩანაცვლებენ მოღალატე ბიზნეს სუბიექტებს. ამით დაგემშვიდობებით მე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვირა შევხვდებით გადაცემა რუსულ ენაზე გავა, კარგად მოგეხსენებათ. ორშაბათს კი დღის შეჯამება კვლავ იქნება ეთერში.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნაწილობრივი დახურვის საფრთხის წინაშე დგას. მიზეზი მთავრობის ორპარტიული საბიუჯეტო კანონპროექტია, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ილონ მასკი და არჩეული პრეზიდენტი ეწინააღმდეგებიან. დონალდ ტრამპი და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არამიზნობრივ ხარჯებს შეიცავს. შატდაუნი, რომელიც რეალურად მთავრობის კრიტიკულ ფუნქციონირებას არაფერხებს, უკეთესია, ვიდრე ამ საშინელი კანონპროექტის მიღება. წარმომადგენელთა პალატის ან სენატის ნებისმიერი წევრი, რომელიც ამ აღმაშფოთებელ კანონპროექტს მისცემს ხმას, 2 წელიწადში თანამდებობიდან გადაყენებას იმსახურებს. კონგრესს სურს მიიღოს 1500 გვერდიანი კანონპროექტი, რომ ვერ წავიკითხოთ, თუმცა თქვენ ნაცვლად მე წავიკითხე. თუ კანონპროექტს ყურადღებით წაიკითხავთ, ის კონგრესის წევრებისთვის ანაზღაურების მომატებას და მათ